მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ჩვენი მორიგი ეპიზოდი იქნება ლივერპულიდან. ჩვენს უკან ლეგენდარული Anfield-ია, სადაც დავესწრებით ჩემპიონთა ლიგურ მატჩს ლივერპულსა და მადრიდის რეალს შორის და მოგიყვებით ამ ვიდეოში გიორგი მამარდაშვილის მერსაიდული კარიერის საწყის ეტაპებზე. მანამ სანამ დაიწყეთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, აქ subscribe-ს დაგვიჭირეთ, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით. გიორგი მამარდაშვილი GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. თამაშის დღეს ვართ ლივერპულის fan shop-ში. აბა რა უნდა შევიძინოთ თუ გამოიცნოთ. სამწამს აზრობ დასაფიქრებლად 1 2 3 დიახ. ფრედი უდმანის მაისურების სწორად გამოიცანეთ. ნახეთ რა ლამაზებია. ეს შავი ეს წვანე. რა თქმა უნდა გათამაშდება GeoTeam-ზე. I don't know, it'll be tight like. So well, good game maybe, so hopefully maybe we win, maybe a draw. We'll take a draw. I think we'll take a draw. Do you know what, I like him? He's big, he's a big keeper, so I like him. Like I don't know why anybody's getting us back, but I think he's alright. Like good save. He needed a couple of those to get a bit of confidence, like. So he did, but I like him. He's big. Needs better footwork. Yeah, definitely. Yeah, I think so. I mean, he was good in the Euros a couple of years ago for Georgia, so I think he's got it in him. Like, so he just needs to play. Well, I hope Liverpool will win, of course. Travel all the way from Norway. In a bit of a bad form lately, but I think Salah has maybe shown a little bit of last season form in the last couple of matches. So I hope he can play well today. I think he's been very good actually. I like how he distributes the ball, and I think he reminds me a lot of Alisson, who I think is really good. So I like Mamardashvili. It's hard to say. I'm not a goalkeeper myself, so I don't know. But just the overall game a little bit. But I think he's really good already. მაისურები შეძენილია. თამაშის შემდეგ მეორე ყოველ გვექნება შესაძლებლობა და ბედნიერება ლივერპულში. მე როგორც ლივერპულის გულშემატკივარი ვარი ვესტუმრო ლივერპულის ქართულ მეკარეს. და შემოწერები დაგვიტოვოს და ეს ყველაფერი გავათამაშოთ თქვენთვის GeoTeam-ის გამომწერებისთვის, ასე რომ თვალიადენოთ ჩვენი Instagram გვერდს, სადაც დაიდება ეს გათამაშება. მეგობრებო, ერთ კარგ ადამიანს გაგაცნობთ, რაც ბევრჯერ გვიქნია ჩვენი ვიდეოებიდან. ლივერპულის დიდი გულშემატკივარი კატონ ორაკიძე, მოგესალმებით, რომელიც ამ თამაშისთვის ჩამოვიდა სპეციალურად ლივერპულში. და მე ესე გამაცნეს შენი თავი, რომ აი ეს არის ცნობილი ლივერპულოლოგიო. როგორც ჩანს, ეს არ არის. ნუ მე კი ვიცი, რომ შენი პირველი ვიზიტი არ არის ლივერპულში. მამარდას სადებიუტო თამაშებს Anfield-ზე, Bilbao-სთან იყავი აქ და მარტივი შეკითხვით დავიწყებ. როგორია შენთვის ლივერპულის ქართველი კომაგისთვის, რომ ლივერპულს გულშემატკივრობ, ჩამოდიხარ და აქ თამაშობს შენიანი ხდება რა, ხო რა. ნუ თავიდან რომ გავრცელდა ეგ ამბავი, ხო ჯერ ალბათ ვერც დავიჯერეთ ვერავინ. მე განსაკუთრებით ვერ დავიჯერე, რომ ეგეთი რაღაცა შეიძლება მომხდარიყო. ახლოსაც კი ვერ გავიფიქრებდი მსგავს რაღაცას, მაგრამ ნუ ხვიჩას ტრამპლინი, მოკლედ ისე გაიჭრა მოკლედ ეს გზა, რომ ბოლოს უკვე ხვდებოდი, რომ რაღაცა რეალური იყო. თან ალისონის ასაკიდანაც გამომდინარე, სანამ არ დადგა, სანამ ფოტოებში არ ვნახე და ლივერპულმა პირველი კონცერტი არ დადო, და იქამდე ვერ დავიჯერე და მე რომ ჩამოვედი. აი, იქამდეც კი უკვე ოფიციალურად დაიდო, ხო? სანამ ბაისურში არ ნახე. აუ, ბაისურზე მაგარი ისტორიას გეტყვი, რომ ჩამოვედით მამარდა აქ რო გადავიდეთ, რომ მივედით ოფიციალურ მაღაზიაში, მამარდას წარწერა უკან არ ქონდათ. ან მაშინ ხო ადიდასი ჩემოვიდა და რაღაც ასოებიო ჯერ არ გვაქვს, მამარდასაც კი არ ქონდა ფორმა. და იმდენად შოკი იყო, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვიჯერებდით ამ ყველაფერს. აუ, შენი თვალით გიგაგეხ, ესე იგი
ეს იყო რაღაც პროი დაჯერება ბილბაოსთან თამაშზე უკვე. პირველ თამაშზე. და კაი თამაში ქონდა. თან კაი თამაში, თან ძალიან საინტერესო ეგეთ თამაშზე ლივერპულის თამაშზე ეგეთზე არ ყოფილა რა, ანუ ორი შემადგენლობა თამაშა რა. ხო. აუ ხო. ორი თამაში დაიმთ, ანუ გადაბულა წარმოიდგინე. როგორი ზეიმი იყო რა ლივერპულის ორ თამაშს უყურებ რა. პირველი შემადგენლობიდან მაკალისტერი იყო და ჯონსი იყო და აქეთ უკვე მამარდა მითამაშა რა და 1-2 ბურთი ძალიან მაგარი გამოაძრო. გასულ ბოლოში. კი და მე ვიცი რომელი ბურთი კიდე შეადარეს ალისონის სეივს გვახსენებსო ნაპოლისთანო. კი ბატონო, კი. ჯგუფი რო გაგვიყვანა ხო ეხლა ვართ სად ვართ ეხლა? ეხლა ვართ ალბერტ დოგზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღირსშესანიშნაობა და ან ყველაზე ძველი ადგილი, ესე რომ ვთქვათ, სადაც ძირითადად იკრიბებიან ადამიანები. ბევრი რაღაცა აქვს თავმოყრილი. აქედან შეიძლება დაინახოს ისტორიული ლივერბერდის შენობა, რატომაც არის ფენიქსი ლივერპულის სიმბოლო. აქეთ არის ტეიტის მუზეუმი, იქით ლივერპულის მუზეუმია და საინტერესო ფაქტი არის, რომ ლივერპულის მუზეუმში დევს პროგრამა დინამო თბილისის და ლივერპულის ძველი თამაშის. ნივთკიცებად წარმოდგენილია და რო ვკითხე, გიცმეთქი გახსოვთ მეთქი, რა დაგვავიწყებსო მაგას, მაგ თამაშს ხაშოს კენი დაგლიშავს ვკითხე. რა დამავიწყებსო მაგ თამაშს და დღემდე მახსოვსო. ეს ადგილი არის იდეაში მამა აქ გიყავით გადაღება ჰქონდათ და შემთხვევით ხალხმა იცნო. აი რეაქციები ის მომიწევს. ეგ როგორი პერიოდია, საბა, იცი რომ მამარდა ალბათ არის მაქსიმუმ თვე ნახევრის ოფიციალურად აქ მოსული უკვე, ანუ მელუძე ვარჯიშობს და ესე ძირითადად აქტიურად არ მიუღია მონაწილეობა მხოლოდ ვარჯიშებზე რა და აქ რო გამოვედით, ეგრევე რომ მიაწყდა და ხალხი ეგრევე იცნეს. მე ცენტრშიც გავიარეთ ლაიმ სტრიტზე, სადგური სადაც არის და იქაც ბავშვები მივარდნენ, ბავშვების სურათებს იღებდნენ და მე ენფილდზე ხო იცნეს და ნუ ასე ანუ ის რომ ცნობენ ძალიან მაგარია. თან როგორ არის ლივერპული ძალიან პატარა ქალაქია რა, სულ ორი რაღაცით ცხოვრობს ესე რომ ვთქვათ რა. არის მუსიკა და არის ფეხბურთი. ანუ მეორე ფეხბურთი ევერტონის მხარე. შესაბამისად, აი ეგ მაგას ვერ გავიგებ ცოტა როგორ შეიძლება აქ ცხოვრდება ევერტონის ფანი. სხვა შორის ძალიან საინტერესო სტადიონია აშენეს ახალი, იქეთ ხარეს სანაპიროზე, მე გავისეირნოთ ეგეც ვნახოთ. და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ხალხი ამ ურთიერთობას. რა, ძალიან უშუალო არიან ფეხბურთელები. შეიძლება ვიღაცა რა ესე რომ შეინომდეს, ნახო პაპში, ნახო ყოფილა შემთხვევა პაპში ვიყავი და კლოპი შემოსულა. და მაგალითად ეგეთი რაღაცები აქ მოსულა. ძალიან პატარა ქალაქია. ისინი ისტორიები ქონია. ხო, მაგალითად ეს არის ყველაზე ძირძველი ადგილი და საინტერესო ადგილზე მივიდივართ, ახლა იქ დავსვათ და მეორე სანაპირო ჩანს. ფაქტობრივად რაღაც მეორე ქვეყნის დასაწყისი ჩანს იქეთ ამ მხარეს. მოვედით ენფილდზე. ჩვენსგან ენფილდია. და ვაპირებთ რომ სტადიონის გარშემო დავათვალიეროთ ლეგენდარული ადგილები, მურალები, რომლებიც ალბათ ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ამ სტადიონის და დიდ ისტორიას აწერებს ყველა მურალი. და ძალიან აიკონიკ მურალებია რა. მეორე ქალაქში მსგავსი რაღაც არ მინახავს. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები არის მოხატული. და ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყოველთვის სტუმრობს ხოლმე იმ მურალსაც შევამოწმებთ დღეს, რომელიც დღეს გააფერად ეს ლივერპულის ფანებმა და არ გვიყვირს რატო? იმიტომ რომ აქ ტრენტი ფეხბურთელზე მეტი იყო. ნუ აკადემიის გაზრდილი იყო, მომავალი კაპიტანი უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ მოხდა ისე რომ წავიდა რეალში. ხო. და დღეს ითამაშებს ის ლივერპულის წინააღმდეგ ენფილდზე. კი, პირველი რაც შეგხვდება არის იან რაშის მიურალი. შემდეგ ჩავალთ ესე მიურალი და იქნება ბობი ფირმინო, მერე არის კლოპის მიურალი, სალაჰის და ყველას დავათვალიერებთ და თქვენს განახებთ. მოვედით პირველ მურალთან. ეს გახლავთ იან რაშის მიურალი, რომელიც ტოპსკორერია ლივერპულის. ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, 600 მატჩი აქვს დაახლოებით 346 გოლი გატანილი და ამ ჩაყოლებაზე ყველა კარზე ლივერპულის ლოგოა, ყველა შესასვლელი ლივერპულის ფერია. და თითქმის ყველა ლეგენდარული ფეხბურთელის მიურალი ამ ქუჩაზე არის მოთავსებული და ეხლა გაჩვენებთ ყველას. ისე ეგეთი სახლი რო გაქვს? შემიოცნება, ეგეთი სახლი გქონდეს. აი ხა აქ ნომრებსაც რო შეხედა, ნომრებიც კი ფენიქსის გაფორმებით არის რა და აი ზემოთ ნახე სულ გაფორმება აქ ყველას რა. აქ რო ცხოვრობს ეს ხალხი მოკლედ. აქ რო ცხოვრობ, ჰა? ხო, ნუ ძალიან მაგარი. ყოველ შაბათ კვირას რომ ამას უყურებ. სულს ნუ მაგრად მეჭომ რომ აქ ვინ ცხოვრობს სტადიონზე არ იყოს და ჰოლდერ, ტიკეტ ჰოლდერი არ იყოს, თუმცა აქ რო ხარ სახში და სტადიონზე ამბობია. შენელდი ცოტა და მიაბრუნე და იმაზე რაზეც საუბრობდით. ოც აქ ეს გაასუფთავეს თუ? ეს გაასუფთავეს დღეს დილით აქ ეწერა red. ვირთხა. გაასუფთავეს შემდეგ ბიჭი რომელიც აქ გაიზარდა
დიდი მიზნები ქონდა და მიაღწია თავის ყველა მიზანს, მაგრამ ბოლოს მაინც როცა უკვე მზად იყო კაპიტნობისთვის დატოვა გუნდი და ძალიან სიმბოლურია. ეხლა მეორე მხარეს რო შეგახედო, არც ისე დასამახსოვრებელი ფეხბურთელი, მაგრამ ერთ-ერთი საყვარელი ამ ქალაქისთვის, ჯორდან ჰენდერსონი, რომელიც კაპიტნობდა ამ გუნდს. დიდად გამორჩეული შეიძლება არ იყო, თუმცა სულ დაგულსდევდა ყველა მატჩში. ჩაყოლებაზე იქეთ ბოლოს არის ჟოტას ახალი მემორიალი, რომელსაც ხატავდნენ. აუ, ჰენდერსონზე გამახსენა მეგობრებო. ერთხელ Facebook-ზე მომატებს აი ესე ერქვა სახელად ჯორდან ჰენდერსონის წინ პასი. ანუ და მე და მიუწერე რომ ეს არ დაგამატებ მეთქი, იმიტომ რომ ეგეთ რაღაც არ არსებობს მეთქი რა. ანუ ბოტი ხარ. აი ხო ეგეთ რაღაც ანუ რო არსებობდეს ჯორდან ჰენდერსონის წინ პასი მქონდეს ნახი, გადაგამატებდით ხო და მაშინ იყო უკან პასების მასტერი. ანუ ხო, მაგრამ ისეთი ლივერპულში აქ ნათამაშები რომ ბევრი რაღაცაოს გამოვლილი და ბოლომდე სანამ იყო იმის შანსი გაწულა. კლოპი როგორ ენდობოდა ბოლომდე ენდობოდა და რავი ცენტრში ფაქტობრივად უკონკურენტად თამაშებდა რა. მაგრამ მოვედით ისეთ ადგილას რომელიც ხო, ალბათ ერთ-ერთი აიკონიკ ადგილია. თან ზუსტად Enfield-ი main stand-ის წინ არის, ეს არის Diego Jota-ს Forever 20 მიურალი. ძალიან ემოციური ამბავი, რომელმაც ალბათ მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა და კი და რავი, ალბათ ძალიან დიდი ხანი არ დავიწყენ და ძალიან სიმბოლურია, რომ მე-20 წუთზე სულ მღერიან რა Jota-ს. დღესაც იქნება დღესაც აუცილებლად იქნება და ხოშო ჩემი ხელმოწერაც არის ერთ-ერთი ბლოკზე აქ, როდესაც ხატავდი მაშინ ვიყავი და მეც მოვაწერ. აი გაჩვენებთ. ყველამაც თავისი დასამახსოვრებელი წერილი დატოვა ამ ულალზე. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მიურალი ლივერპულში კი არა, მთელ მსოფლიოში. მარჯვენა მხარეს არის რობი ფაულერის ლეგენდარული ცხრიანის მიურალი და მარცხნივ არის ჩვენი კაპიტნის ვირჯილ ვან დაიკის მიურალი. მარჯვენა არის ულამაზესი, ძალიან ლამაზია. ეს არის გონი რომ ეს რაღაცას რო აკეთებ, და ხელოვნების ზონაზე გააყავს. ანუ რა საოცრებაა, ნახე რა ლამაზია რა. პატარა ექსკურსიასავით გამოვიდა მეგობრებო Enfield-ის გარშე, ხო? ეს ახალი დახატულია აშკარად. ეს ჩემპიონები რო გავხდით მაშინ დაუხდით. 24-25. და აქეთ რობი ფაულერი. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სრულწრიანი, რომელსაც ინგლისში უთამაშია რობერტო ფირმინო. მენატრება მაგრა. აუ სასწაული კაცი იყო რა. და ალბათ ჩემი აზრით გვიან მივხვდი და კლოპის თავიდან ბოლომდე მასზე იყო მოკლედ. იმიტომ მოგებულიო ვინგერები მაგით უყოდნენ მაგარი შედეგიანები ეს რო იყო გუნდში. ნახეთ აქ ხო მურალია და აქეთ სტადიონი აუ ძალიან ლამაზია რა. ხო, ძალიან მაგარი, ძალიან ეფექტურია და თუ გინდა არ გათიშო 10 მეტრში აქედან არის ეგვიპტელი მეფის ძალიან ლამაზი მიურალი ასევე. ოს მაგათ მინდა რომ დღეს გაიტანოს. ხო, დროა რომ გამოფხიზდეს მე თვითონაც ძალიან უნდა და ძალიან მოტივირებული იქნება დღეს, იმიტომ რომ წელს ძალიან ძიმე დაიწყო შარშალების სეზონი, შარშალების სეზონი შეიძლება ძალიან დიდი დამსახურება აქვს, რომ მაგრამ აი Mo Salah running down the wing. ესეთი ლამაზი, ესე ჩვენი ფარაონი. თან რა მაგარია სახლია რა. ვიღაც ტიპი ცხოვრობს და უცებ მიურალია. Come on let's. ამათი ბრიტანული ფეხბურთის საფეხბურთო სამყარო კომენტარი აი მინდა სხვა დონეზე. ხო, თან დამახასიათებელია ეს ყველაფერი კულტურაში აქვს. წარმოიდგინე, მე და შენ ახლა კამერის ვიღარაზე ვსაუბრობდით, რომ ყოველ ვიკენდზე რო გაქვს ამ სიამოვნების მიღების შესაძლებლობა. რამხელა მუხტია რა. აქ რო ცხოვრობ და გაიხედა Enfield-ი გაქვს. ხო, რა, გაიხედა. აქ ცხოვრობ აქ Enfield-ი გაქვს. მოვეთ. ნამდვილი ბრიტანული წინა სამაჩო რიტუალი შევიგზენი. ჩემს უკან არის Enfield-ი. და მე თამაშობდი მიურთმევ ლეგენდარულ fish and chips. რომელსაც ჩვენი ნაბეღლავი დააკვდება ჩემი აზრით. რომელიც მუდამ არის ჩემთან ერთად და დღესაც ჩემთან ერთად იქნება Enfield-ზე ქართულების საყვარელი წყალი.
მაგრამ დაცულ წვიმა მგარეთ ხო და ეს კეკინე ხარა. და ხურები ვარ გამციებოდა ხომ წავედი და ხუდი უნდა ვიყიდე. ეს ატრიბუტი თან თბილას ესაა თავი. მეგობრებო, ზოგადად ესეთი მოგზაურობები და ტრიპები მიხარია, როცა ქართოს ნაცნობს აღმოვაჩენთ თამაშზე და დღეს გიორგი მამართ თავად ვკითხოთ, მაგრამ ჩემი აზრით გიორგი მამარდაშვილის საგულშემატკივრად არის ჩვენთან ერთად საქართველოს ნაკრების თავმჯდომარის ასისტენტი. მოგესალმებით, როგორ ხართ? კარგად, შენ? კარგად. თავად ვთქვათ, რომ პირველად არის ესეთ სიტუაციაშიო ვარო და კი, როგორ მოგწოთ ეს ხო ბრიტანული არის, სუფთა ბრიტანული. სუფთა ბრიტანული და თან ძალიან გამორჩეული ლივერპულის გულშემატკივრები. კი, მართალი ხარ, იმიტომ რომ ბევრჯერ მაქვს ამ სტადიონზე ნათამაშები და ფეხბურთელებიდან გამომდინარე, სულ ავტობუსით მოვდივართ, მინდორი და გარშემო არ ვიცოდი რა ხდებოდა და ძალიან 2 საათ კადრე მოვედი სპეციალურად, იმიტომ რომ ეს მინდოდა შემეგზნო რა და ასე რომ დებიუტი მაქვს. მე როგორია მოგწონთ? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს მომზადება თამაშზე, ჩვენ ხო ამის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ვიცოდეთ რა ხდება, როგორ ემზადებიან გულშემატკივრები, თუ გინდა ერთი მხარე, მეორე მხარე, მაგრამ ლივერპული ახლა განსაკუთრებით გამორჩეული იყო ხოლმე ყოველთვის ჩემი ფეხბურთელობის დროს, გამოვარჩევდი ლივერპულს ინგლისში და შოტლანდიაში ვიყავ Celtic Rangers. ორივე სასწაული გულშემატკივრები ყავს და ლივერპული ტრადიციული თავისი სიმღერით, რომელიც დაგვიანება ახლა არ მოსულა. აი დროულად უნდა შეხვიდეთ, ორი? აქ არ მოსულა. აი დაგვიანება არ მოსულა. თამაშის მოლოდინი როგორია? აქეთ გვაყავს ძიმე ლივერპული, ჩემპიონი ძიმე ლივერპული, იქით რეალი რომელიც დაფრინავს და ყველაზე მთავარი რატომაც მე აქ ვარ და საერთოდ თქვენი ჩამხის მიზეზიც აქ არის. გიორგი მამარდაშვილი რა მოლოდინი გაქვთ თამაშამდე და დღეს ხონა პოსტი რომ იმაზე რაც წლების წინ ოცნებობდით ერთ დროს ერთ დღეს ხუჭა კვარცხლად გიორგი მამარდაშვილი ერთი PSG-ში მეორე ლივერპულში რეალის და ბაიერნის წინააღმდეგ ეს არის ალბათ და კოჩორა კიდე ივენტუსის კოჩორა კი და კოჩორა წინააღმდეგ სამი ქართველი ერთად რა თქმა უნდა ძალიან მართლა მიამაყება აი ბავშვს ვიცავ მართლა მიამაყება იმიტომ რომ მიხარია როგორც ფეხბურთელს დღეს როგორც წვრთნელს და ძალიან საამაყო კიდე ის არის რომ წვრთნელობის დროს მომიწია მე ამ ბიჭებთან აი ეს ოქროს ხანას დავარქმევ ჯერ კიდე ძალიან ბევრია წინ და ძალიან ბევრ წარმატებას მოუტანენ ჩვენ ქვეყანას თუმცა რახან ეს სამი ფეხბურთელი დღეს ურთულესი თამაში აქვს სამივეს პირველ რიგში წარმატებას უსურვებ რა თქმა უნდა გიოს შეუპირდი მე ესე რომ ვთქვა, იმიტომ ლივერპულში რომ და იყო საუბარი გიოს ჩემთან ქონდა საუბარი აი გადასვლა არ გადასვლასთან დაკავშირებით და ну რა თქმა უნდა ორიაზე არ არსებობდა, იმიტომ რომ ძალიან გუნდში მოდიოდა და მეც რაღაცა ჩემი გამოცდილებით, რაღაცა ჩემი იდეა გაუზიარე და შევპირდი რომ პირველ თამაშში მეთქი პრემიერ ლიგის პირველ თამაში დავესწრები მეთქი, მაგრამ ნუ ისე მოხდა რომ ჩემპიონთა ლიგის დაუგეგმავ იყო და ლიგას დაემთხვა უფრო კაი თამაში, ასე რომ კი რთული თამაში ექნება, ახსენე შენ რომ ლივერპული დღესდღეობით არ არის სათანადო ფორმაში, თუმცა გეტყვი რომ ლივერპულია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გუნდის წინააღმდეგს, ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში რეალ მადრიდი. მაგრამ ნახოთ, ესეთ გუნდებს ყოველთვის ახასიათებთ არა გუშინდელი დღე, არამედ ისტორია და ხვალინდელი დღე და ორივე უდიდესი გუნდია. რეალ მადრიდს უფრო მეტი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა აქეთ ქართველია და რა თქმა უნდა ჩვენი დიდი ინტერესიც ლივერპულის მხარეს არის. როცა ლივერპულში გასვლაზე იყო ლაპარაკი, გიორგი აზრი მკითხავა, საინტერესო ეს დეტალები, აი რა ინტერესებდა, რითი ინტერესდებოდა ყველაზე მეტად? ერთადერთი რაზეც ჰქონდა საუბარი, ნუ ეხა კლუბის ისტორიაზე რა თქმა უნდა, გიომ შეიძლება ჩემზე კარგად იცის, თუმცა გულშემატკივრებზეც ასევე, თუმცა ის იყო რომ გიოს ძალიან დიდი ასპარეზი ჰქონდა უკვე ესპანეთში, დამკვიდრებული სახელი, ძალიან დიდ დონეზე ჰქონდა თავის სახელი უკვე საკლუბო დონეზე აყვანილი ესპანეთში და ზუსტად მაგაზე იყო საუბარი რომ რამდენად შეძლებდა ალისონის კონკურენციაში შესვლას, რაც დაგიმხელთ იმას, რომ გიორგის პასუხი იყო, რომ ამ კონკურენციაში თვითონაც გაიზრდებოდა და სულ არ ანაღლებდა და აშინებდა ის კონკურენცია, რაც აქ ელოდა.
ასე რომ გადაწყვეტილებაც მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი იყო ამ დიდ კლუბზე არ შეიძლება რომ უარი თქვას ფეხბურთელმა იქიდან გამომდინარე რომ კონკურენციაში შესვლის შეეშინდეს და მაგიტო არის ეს თაობა გამორჩეული მამარდაც, ყვარა, ძუკას, მიქაუტაძეს, ხოჩორას ეს ბიჭები განსაკუთრებით აი ეს თაობა იმიტომ რომ კომფორტის ზონაში ყოფნა არ უნდა. აბსოლუტურად. ასე რომ კომფორტის ზონიდან თვითონ გამოდიან და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ წინსვლაში ძალიან დაეხმარებათ ეს. მადლობა დიდი და წარმატებები მადლობა, მადლობა საბა შენ. იო მოედანზეა. ნახეთ როგორ დღეს ვინ არის ამარ და საგულშემატკივრად ჩამოსული. იმედია დღეს მოვიდეთ. ძალიან დიდი. მაგრამ თვითონ რეალის ფანი ვარ როგორც კი, კი. რეალის ფანი ვარ ბავშვობიდან, მაგრამ დიდი გზა იყო ნიუკასლიდან შორი იყო. კი. 3 საათია ზოგადად, მაგრამ გამიქენსელეს და 5 საათია მოვიდა. მე მგონი ამ თამაშს ღირდა რა? კი, კი. აბა ნახოთ ერთ თამაშს მე რა განწყობაზე ვიქნებით. ნახო. როგორ მიდის შენი გამოჯამრთელების ამბავი? როდის უნდა და განაახლო ვარჯიში? დიდი ალბათობით თქვენ ნახევარში უკვე 100%-ით დავიწყებ. ეხლა რეაბილიტაციის პროცესია, ხო? ეხლა უკვე ნელა დავიწყებ გარეთ გასვლას ძუძუს. ვინც არ იცის მეგობრებო, პატარა კუნთის პრობლემა ქონდა, ვახოს და გელოდებით მალე მწვანე მინდორზე. მადლობა.
პირველი ტაიმი დასრულებულია 0-0 ლივერპულსა და მადრიდის რეალს შორის. რაც ეხება თამაშს, მამარდას საქმე არ ქონია საბედნიეროდ. ესეთი თამაშია, ისეთი სანერვიულო, რომ მზად ვარო საერთოდ არ კონდეს საქმე და კარშია ვერ დაურტყან და კლინშიტი წამოიღოს. ასე რომ დავალოდოთ მეორე ტაიმის, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის ჯეოთიმის არხის წარდგენია კომპანია აჭარაბეთი და მადლობთ უხდით მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. კი წამოდით და მეორე ტაიმი ვნახოთ, სადაც გიორგი მამარდაშვილი ჩვენთან იქნება. პირველ ტაიმს კურტუა იყო, მამარდა ახლოს გვეყოლება მეორე ნახევარში. თუმცა ლივერპული დაწინაურდა. ალექსის მაკალისტერის გოლით რეალ მადრიდს ამარცხებენ მერსისაიდელები. ახდება სტადიონზე. ალექსანდრ არნოლდი შემოდის და გესმით ხმა. ალექსანდრ არნოლდი შემოვიდა, გესმით ალბათ რო ურუსტონდნენ და ეხლა ჯერ არ ძენღერიან ფანები. არ არის შემთხვევით, აი მიიღებთ გესმით ხმა. თელი სტადიონი უსტენს, როცა ტრენტი ვურციგებს. მატჩი დასრულებულია ლივერპულის გამარჯვებით. 1-0 მამარდაშვილი კარიზეძე მეორე მატჩი. ძალიან მაგარია, გილოცავთ. ვინც ლივერპულს გულშემატკივრობდით, ვინც მამარდას გულშემატკივრობდით და აქედან გადავანაცვლოთ მიქსონაში. კი გითხარით, დაგიბრუნდებით მიქსონიდან თქო. თუმცა 1 საათი ვიდექი მიქსონაში ველოდე მამარდას და მომწერა რომ სხვა მხრიდან გავედიო. ჩვენთან ერთად გიო მამარდა გილოცავ პირველ რიგში გუშინდელი თამაშის მოგებას. ესეთ კითხვით დავიწყებ, თამაშზე რას იწვი ჯერ და იმ სცენარს თუ ველოდებოდი, რა სცენართან თამაში წავიდა, იმიტომ რომ ლივერპულმა გააქრო მოვიდნენ მადრიდის რეალი გუში. ხო, მადლობა. რთული თამაში გამოვიდა, მართლა, რეალს რო ეთამაშები, მაინც სულ რთული თამაში გამოდის. რაც არ უნდა იყოს, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. ბევრი მომენტი არ გქონიათ მათ და საბოლოო ჯამში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. კლინშიტიც იყო გოლი არ გაგუშვია და ეგეც კარგი იყო ალბათ ადებითია. როგორი არის, აი დღეს ხა აღდგენიდან მოდიხარ, რო შევადაროთ როგორი არის სიტუაცია ბაზაზე, როცა გუნდი იგებს და ესეთ თამაშს და რამდენად განსხვავებული სიტუაცია, როცა შეიძლება ვერ მოიგოთ თამაშები. აი დღეს როგორი ხასიათი იყო გუნდელებში და ხდებოდა ბაზაზე? ხო, რა თქმა უნდა, დიდი გუნდია და
იგრძნობა ის წნეხი რო ვერ იგებ თამაშებს ის წნეხი იგრძნობა რა თქმა უნდა თან რამდენიმე თამაში ეთზე წავაგეთ და არ იყო მარტივი ეს პერიოდი მაგრამ ალბათ ყველა გუნდს აქვს ესეთი პერიოდები და ამას როცა გადალახავ შემდეგ მოდის წარმატებაც და ამ წარმატების გზაზე ვართ ახლა ჩვენც ეს მგონია და იმედია ესე გავაგრძელებთ. გასახდელში ახლა თამაშს მე. გასახდელში ყველა ბედნიერი იყო, კმაყოფილები იყვნენ, როგორც მე ისე ფეხბურთელები, ისე სტაფი და ახლა კიდევ არაერთი არანაკლები მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს Manchester City-სთან და ვებრძოლებით მაგ მატჩისთვის. მინისიუსთვის ხوار შეგიხსენებიო, შენი ვალი რო ქონდა? არა. შეარჩინა იყო. გიო, ზედზედ მეორე მშრალი მატჩი, მშრალი კარი, ეს რამდენად გაძლევთ შენ და შენ წინ მდგომ 4 კაცს თავდაჯერებას? მნიშვნელოვანია ყოველთვის მშრალი კარი, არა მარტო ჩემთვის, მარტო მთლიანი გუნდისთვის, რადგან უფრო თავდაჯერებულს ხდის შემდეგ თამაშებისთვის და დაგვეტყო კიდევაც ალბათ ასტონვილას თამაშის შემდეგ რეალთან თამაშზე უფრო თავდაჯერებულები ვიყავით მეც და მთლიანი დაცვაც და შემდეგ მთლიანი გუნდიც ალბათ და მესე უნდა გავაგრძელოთ ბევრი რთული თამაშია როგორც ვიცით პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა გადაბულია ეს ყველაფერი და არ ჩერდება არასოდეს დღეს სიამოვნებს როცა რეალს მოვუგეთ მაგრამ სამ დღეში ერთხელ Manchester City-სთან გვაქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაში და აუცილებლად მოსაგები გიო, შენი ხასიათი ძალიან მტკიცე გახდა ბოლო წლებში, რაც ძალიან მაგრამ გამოიმუშავეთ, თუმცა რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც თითქოს რაღაც წინა თამაშებში გეტყობოდა, როგორ თქვა, აი არ ვიცი, შეიძლება ჩემი შეგრძნება და ესე ჩანდა და სხვანაირად იყო, თქოს აი შებოჭილობა, თუმცა მეტი ქეშ რო ის ბურთი აუღე ასტონვილას წინააღმდეგ, თითქოს აი მან რაღაც მოიხსნა. შეიძლება ესე ითქვას, რაღაც აი თითქოს უფრო გაფრთხილდა გიორგი მამრდაშვილი კიდე უფრო. არ ვფიქრობ ეგრე მე, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რა რთულია პრემიერ ლიგაში თამაში. მით უმეტეს როცა გუნდს არ მიდის ისე ყველაფერი როგორც უნდა წავიდეს ალბათ და მით უმეტეს მე მეკარისთვის არ არის მარტივი დაიწყო და ყველაფერი იდეალურად იყოს. ვიცოდი რომ პატარ-პატარა შესაძლებლობები მექნებოდა და პატარ-პატარა შესაძლებლობები სულ მექნება ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით კარგად გავართვი თავი და ვართვი თავს ლივერპულში თამაში და რა თქმა უნდა გამოსასწორებელი მაქვს პატარ-პატარა რაღაცეები მუშაობ ამ ყველაფერზე ყოველდღიურად ბევრ შრომობ იმისთვის რომ მივახცე ჩემს მიზანს რაც მინდა და დანარჩენი პროცესია ეს ყველაფერი და ამ პროცესს ვენდობი აი ამ პროცესში შენი გუნდელების ჩართულობა მაინტერესებს ძალიან მნიშვნელოვანია ახალ გარემოში როგორ დახვდებიან გუნდელები ახლა იმ კითხვებს რომელიც მეც მაინტერესებს და რომელიც გულშემატკივარს საინტერესებს შეგნიდან ვინ არიან ის ფეხბურთელები ვინც ამ პროცესის პერიოდში ყველაზე მეტად არიან ახლოს შენთან ერთი შეიძლება ვთქვათ მაკალისტერი იმიტომ რომ ერთიანაზე საუბარი შეგიძლიათ კარგად აი ამ ფეხბურთელებზე მომყო ვისაც რაღაც უფრო ახლოს ხარ შედარებით სწორად ვერ გამორჩევდი ვერავის, იმიტომ რომ გუნდია თვითონ ისე შეკრული ოჯახივით არიან დიდი ფეხბურთელები, რომელიც ყველაფერში გეხმარებიან, იგივე ვირჯილი კაპიტანი მეხმარება ყველაფერში და დიდი გამოცდილება აქვს ფეხბურთელს და მეც მიმართივდება მის გვერდით თამაში, რა თქმა უნდა და ზოგადად გუნდია ისეთი ხალხი მუშაობს, რომ რთულ პერიოდში, რთულ მომენტებში გვერდში გიდგანა გეხმარებიან და შემდეგ ფეხბურთელისთვისაც მარტივია უკვე მოედანზე თამაში. აი ვირჯილი ახსენე და ცალკე მინდა კაპიტანზე კითხო, ყოველთვის ხედავ მის კომენტარებს შენ ფოტოებზე, მის ხარდაჭერას სოციალურ ქსელში აჩანს და შენს დაადასტურე ეს სოციალური ქსელის გარეთ როგორი პერსონაა, იმიტომ რომ რამდენადაც სოლიდური ფეხბურთელი ჩანს მოედანზე, იმდენად ეგეთი სოლიდური მგონია გარეთაც, რაღაც აი ძალიან ისეთი წყნარი, გაწონასწორებული. თქვენი კომუნიკაცია, რაზეც შეიძლება საუბრობდეთ, თვითონ თუ რამე უკითხავს დაინტერესებულა შენთან, შენ რას ეკითხები? ძირითადად ალბათ უფრო ფეხბურთზე საუბრობთ ხოლმე, ტაქტიკაზე ან როგორ უნდა მოვიტანოთ ბურთი, ან როგორ უნდა დავიცოთ თავი ესეთ თემებზე ალბათ. და სწორად აღნიშნე, როგორც მოედანზეა სოლიდური, ისეა მოედნის გარეთაც გასახლებშიც ნამდვილი კაპიტანი შეიძლება როგორც უნდა იყოს კაპიტანი, ისეთია ვირჯი. აი კიდევ ორ ადამიანს მინდა კითხო, მგონია რომ ეგ ორი ადამიანი არის გუნდში ხასიათის შემქმნელი, რაც ჩანს გარედან. იბუ კონატე
და ჟერემი ფრინბურგი სულ იცინიან, სულ მაგარ ხასიათზე არიან. აი ამ ორ ადამიანებთან ერთ-ერთ ვიდეო მახსოვს ლიფტში ხუმრობთ. აი როგორი პერსონაჟები არიან და ეგ გუნდში გასახდელში სულ არიან ყველა გუნდში ფეხბურთელები, რომლებიც არიან დიჯეები, არიან ხასიათის შემქმნელები, ვინ არიან ეგეთი ლივერპულში? აი ორი ვიცი შემოთვალე ზუსტად ეგ ორი ფეხბურთელია. როგორც გარედან ჩანს მართლა ეგრეა. ხასიათის შემქმნელი. ჯერემი და იბუ ალბათ ორი ერთ მათგანია რა ესე ვთქვათ. გიო, ახალი ქვეყანა, ახალი გარემო, განსხვავებული კლიმატით, განსხვავებული ყველაფრით. როგორ გადმოეწყვე და ეს პროცესი რა დამთავრდა თუ ჯერ კიდე მიდის? გარემო თქო უნდა განსხვავებულია, მაგრამ კლიმატიც დიდად არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, უფრო პოზიტივ პოზიტივს ვეძებ ხოლმე ყველაფერში ესე ვთქვათ და ვფიქრობ მარტო კონცენტრაცია გავაკეთო ფეხბურთზე, რაც მეხმარება შემდეგ მოედანზე, ფოკუსირდე მარტო ჩემს საქმეზე და გარე რაღაცებს, რასაც მე ვერ ვაკონტროლებ, არ ვაქცევ ყურადღებას. ბრიტანული და ესპანური ფეხბურთი რამდენად განსხვავებულია, ვარჯიშის სტილი, თამაში, ნუ ტემპი აქვს საერთოდ ყველა სხვა ჩემპიონატთან შედარებით განსხვავებულია, თუმცა თამაშის ვარჯიშების სტილი, რავი განსხვავებული რა არის, რასაც ვალენსიაში შეიძლება არ გეუბნებოდნენ, თუმცა აქ განსაკუთრებით აქცევენ ყურადღებას. ალბათ ფიზიკური მომზადება აქ უფრო მაღალ დონეზე ყავთ აყვანილი, რადგან ჩემპიონატი მოითხოვს ამ ყველაფერს, უნდა იყოს ყველაფერთვის მზად და მეც გამიჭირდა ალბათ თავიდან პირველი ორი თვე, სანამ მოვემზადე ისე როგორც საჭირო იყო, გამიჭირდა ყველაფერი, იმიტომ რომ არ მქონდა ტანი ფეხები მზად იმ ყველაფერთვის, რასაც მოითხოვდა პრემიერ ლიგა ჩემი აზრით და შემდეგ ყოველდღიურ ვარჯიშით მოუმატეს ყველაფერი და ეხლა უკვე უკეთესად ვცნობ თავს. მარტო პირველი თამაში რო ავიღო ჩელსისთან, 3 დღე დამჭირდა დაახლოებით, რომ წყობაში მოსულიყავი ისევ და კარგად ყოფილიყავი აღდგენისთვის. ასე რომ ინტენსივობა პრემიერ ლიგაში არ იტყვევიან, მართლა ეგრეა, ძალიან რთული სათამაშოა. და ფანობა? აი ესპანური და ინგლისური ფეხბურთისთან შედარებით. თუმცა აი გასვლით თამაშებზეც მოგიწია აქ თამაში, გასვლით თამაშებზე იყავი ვალენსიასთან ერთად ესპანეთში. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ესპანეთში მესტადიაზეც განსაკუთრებულია, რომ თავისი ფანებით, ისტორიით და ეხლა ჩამოვედი ენფილდზე და გუშინ რაც ხდებოდა შენც ნახე ალბათ, მართლა განსაკუთრებული სტადიონია, ფანების განსაკუთრებული ყავს ამ გუნდს და რა ვიცი რა ვთქვა, სხვა ადგილებში ჯერ არ მითამაშია ინგლისში, მაგრამ ყველა გუნდში ძალიან უყვართ ფეხბურთი, ყველა მხარეს ძალიან უყვართ ფეხბურთი და ეს არის ალბათ განსხვავება. ცხოვრების სტილი რამდენად განსხვავებულია, რასაც როგორც ცხოვრობდი ესპანეთში, როგორც ცხოვრობდი ინგლისში, როგორც ცხოვრობ ინგლისში, რიტმი ცხოვრება, აი ყველაფერი განსხვავებულია. აი როგორც თქვი ხარ რომ პირობითად აი ფიზიკურ მომზადებას 3 დღე დამჭირდა რაღაცებზე გადმოსაწყობათო, აღსადგენათო. რამდენად ადაპტირდი ინგლისურ ცხოვრებასთან. რთული არის. პირველში აი გზას კითხავ, იმიტომ რომ განსხვავებულად აქეთ მიდიხარ, იქან მოდიხარ ესპანეთში. ხო, ნუ ეს არ იყო რთული ჩემთვის, მარტივად ავითვისე. ალბათ განსხვავებული რუტინა მაქვს უფრო, იმიტომ რომ აქ 3-4 დღეში 3 დღეში ერთხელ თამაშობთ და ესპანეთში კვირაში ერთხელ თამაშობდით ხოლმე და ეს არის ალბათ განსხვავება, უფრო დიდ დროს უთმობ აღდგენას, ვიდრე აქამდე უთმობდი და ეს იქნება ალბათ განსხვავება ყველაზე დიდი. აი შენ თქვი 3 დღეში ერთხელ თამაშობთ აქ, მე მგონი რომ ერთ-ერთი ის რაც შენ ცხოვრებაში სიახლე არის, ის არის რომ ახამდე ერთ ტურნებზე არ ქონდა თამაშები და ეგ გაკლდა, მგონია როგორც უფრო ახალ ლეველზე გადასასვლელად, ამდენად სხვა ფეხბურთად გაგრძნობია თავი ესეთმა, როგორ ვთქვათ, გიჟურმა გრაფიკმა. ხო, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. მითამაში 3 დღეში ერთხელ, ესეც ახალი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ კი მითამაშია, მაგრამ შემდეგ დამისვენია, მაგრამ აქ ისეა ზოგჯერ სახლშიც ძალიან იშვიათად ვჩერდი ხოლმე, ერთხელ ვჩერდი, მე მივდივარ. ნუ მარტივი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი ალბათ იმისთვის შრომობს და იბრძვის, რომ ამ ყველაფერს მიაღწიოს, ითამაშოს ევროტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგა ითამაშოს მაღალი დონის ჩემპიონატში და რა თქმა უნდა, როგორ თქვა,
და რა თქმა უნდა კარგია ეს ყველაფერი ჩემი განვითარებისთვისაც და ზოგადად ქართული ფეხბურთსაც ასე ვთქვათ. აი მე მინდა ერთ ადამიანზე გითხო და რომელსაც ჩემი აზრით შენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა და ეს პოსტიც აღნიშნე რამდენიმე დღის წინ სამწუხაროდ გარდაიცვალა ოჩოტორენა. საკმაოდ ემოციური პოსტი მიუძღვენი და იგრძნობოდა შენი მის დამოკიდებულება. ერთია ტექსტი მე მინდა ვისაუბროთ რა ადგილი ჰქონდა და რა მოგცა ამ ადამიანმა მისი გამოცდილებით შენს ცხოვრებაში. კი, ძალიან მაგარი ადამიანი იყო ჩოტო, გვერდში მედგა, ვალენსიაში მისვლიდან პირველ დღიდან გვერდში მედგა და ბოლო დღემდე მომხნევებდა, სამ გარდაიცვლებოდა, ყოველ თამაშში წინ წერდა, ვოისებს მიგზავნიდა და ძალიან გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა. უსამძიმრებ მის ოჯახს კიდევ ერთხელ და ღმერთმა ნათელშემყოფოს მისცოდა. ერთი რჩევა რომელიც მისგან დაგამასწორდება რა მიიღე ყველაზე კარგი? ყველაზე კარგი რჩევა ბევრს ლაპარაკობდით ხოლმე ყოველ თამაშის წინ ალბათ და ყველაზე კარგი რჩევა რაც მოუცია ალბათ არის რომ არ აქვს მნიშვნელობა თამაშობ თუ არა მენტალურად არ უნდა გაჩერდე არასოდეს უნდა გააგრძელო შრომა ვარჯიში და შენ დრო როცა უნდა გამოიყენო და ეს ყველაფერი ალბათ დღემდე მეხმარება იმიტომ რომ არასოდეს არ გავჩერებული ვარ იმის მერე სულ ვარჯიშობ მენტალურად სულ მზად ვარ და ყველაზე კარგი რაც მითხრა ალბათ ის არის რომ როცა რაღაც ისე ვერ მიდის ან თამაში ჩაგივარდება თავარია რომ მზად იყო მენტალურად ანუ ესე ვთქვათ და არასოდეს არ უნდა გაჩერდე წამიგია 7 გოლიც გამიშვია ესპანეთთან ბარსელონასთანაც გამიშვია 7 გოლი მაგრამ ამის მიუხედავად არასოდეს არ გავჩერებული ვარ შემდეგ დღეს ამდგარ ვარ გავსულ მინდორზე და ისე მივარჯიშია იგივე შემართებით რაც მანამდე და ასე ვთქვათ ეს შემდეგ გეხმარება რომ მოუმატო წინ წახვიდე და ხო მიაღწია შენს მიზნებს ოცნებებს რაც გაქვს აქეთ ლივერპულში საკმაოდ გამოცდილ სამწუხარო შტაბთან მეკარესთან ერთად ვარჩობ ალისონი რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა ბრაზილიის ნომერ პირველი მეკარე შენ როცა აქ მოდიოდი თქვი რომ მე დამეხმარება მასთან ვარჯიში რომ გავხდე უკეთესიო აი ამ პირველ რამდენიმე თვეში თქვენს ურთიერთობაზე რომ მითხრა რამდენად შენ სხვადასხვა თქვი გააკეთე რომ სილესენი კარგად მიიღო ვალენსიაში აქ რა ხდება მაგ კუთხით კარგი ადამიანი ალისონი და ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში ალბათ რაც ყველა მიცის ჩემი თქმა რჩება და მართლაც ესეა ძალიან მეხმარება მიყვარს ხოლმე მასე ლაპარაკი რაღაც თემებზე ეხლაც იგივე რამდენიმე გოლი რო გავუშვი ველაპარაკე მაინტერესებდა მისი აზრიც და მეხმარება მართლა და გითხრა თუ საერთოდ არ არის რაღაც დეტალები იყო თამაშის ახლა უბრალოდ არ მახსოვს მაგრამ ნუ გითხე და კარგად მიპასუხა დამარიგა ესე ვთქვათ რაღაცები მითხრა და ვაფასებ ამ ყველაფერს და ზოგადად კარგი გარემოა მეკარების კუთხით კარგი ჯგუფია ესე ვთქვათ მეკარები შეკრებილი და კარგად ვარჯიშობთ ერთი უნარი მოპარო რო შეგეძლოს ალისონისგან აი რომელ უნარს მოპარავდი რომელ უნარს წამოიღებდი მისგან თამაშის? ხო. ერთ-ერთ თამაშს ალბათ. ბატონო. და შემდეგ სამ დღეში თამაში გიწო ციტისთან, ჰოლანდი და ეს ციტი ზოგადად კარგი ფორმაშია ძალიან. გუნდი ზოგადად კონკრეტულად თამაშებისთვის როგორ ემზადება? ხა ამ თამაშის რამე განსაკუთრებულად თუ თან სამ დღეში ერთხელ თამაშებია? გუნდი ემზადება როგორც ყოველთვის, ყველა თამაშისთვის ინდივიდუალური მომზადება აქვს. რაც გვჭირდება, გავაკეთებთ იმას ალბათ დღეს აღდგენა იყო, ხვალდასვენება და მომზადებით თამაშისთვის. სლოძეც მინდა გითხო, ყველა მწვრთნელი სპეციფიკურია და განსხვავებულია. მწვრთნელებთან ვისთან ერთადაც გიმუშავია, რა შეიძლება განასხვავებდეს მათგან, აი როგორი მწვრთნელია არნე სლოძე. ნუ თავის საქმის პროფესიონალია, რა თქმა უნდა. ზუსტად არ ვიცი რა შეიძლება განასხვავებდეს მე ვისაც მიმუშავია, მაგრამ ფაქტია რომ მაღალი დონის პროფესიონალია, იცის თავის საქმე და უკვე დიდი გამოცდილება აქვს იმის რომ მიაღწიოს თავის მიზნებს, რაც აქვს.
და ბოლო კითხვას დაგისვამ ამ ბოლო თვეებში გიორგი მამარდაშვილის კარიერა კიდევ უფრო ახალ დონეზე ავიდა პრემიერ ლიგაში დებიუტი, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი კიდევ უფრო დიდ გუნდში სადაც იყავი დიდ ფეხბურთელებთან ერთად იყო გასახდელს რა შეიცვალა ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილში და აი პატარა გიორგი მამარდაშვილს რას ეტყოდი ან პატარა გიორგი მამარდაშვილებს რომლებიც ბევრი არიან უნდათ რომ გიორგი მამარდაშვილები იყვნენ შენ გამო მეკარეობა უნდათ შენ გამო ფეხბურთის თამაში უნდათ რას ეტყოდით შენი განული მაგალითებიდან როცა შენც მას პატარა ასაკში იყავი და უცნაობდი იმაზე რაც უკვე აიხდინე და კიდევ გააგრძელებ შენი ოცნების ახდენას. ხო, ნუ ჩემ შემთხვევაში ცოტა მარტივად იყო, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში დავიწყე თამაში და ეს ყველაფერი ცოტა მარტივად მოვიდა, მაგრამ ანუ ბავშვებს იმას ვეტყოდი, რომ არ არის მარტივი პირველ რიგში მეკარეობა და ძალიან დიდი რაღაც სჭირდება, რომ გახდე კარგი მეკარე. პირველ რიგში ბევრი შრომა, იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ და ბევრი იმედგაცრუება არის ალბათ მოძდევს ამ საქმეს ცხოვრებაში, ბევრი დაცემა და ამ დაცემის შემდეგ უნდა ისწავლო წამოდგომა და გაგრძელება იმ საქმის, რასაც აკეთებ და როცა წაიქცევი, უნდა ადგე და გააგრძელო ისე რა, როგორც აკეთებდი აქამდე. შენ უნდა გეხმარა იმ წამოდგომაში, შენ მარტო შენი თავი თუ ვინმეს შენ გამოყოფა შეიძლება? მე მამაჩემიც მეკარე იყო, იცით ეს ყველაფერი და მამაჩემიც ძალიან მეხმარებოდა, როცა საქართველოში თამაშობდი, მე როცა წავედი ვალენსიაში, ოჩოტორენა მყავდა, რომელიც ყოველდღიურად ალბათ მეხმარებოდა, ვარჯიშობდით, მელაპარაკებოდა და მენტალურად ძალიან გამზარდა მოკლედ ამ ადამიანმა და მადლობელი ვარ მაგ ადამიანის მართლა მთელი გულით და უკვე გავიზარდე, მე ჩემი გამოცდილებაც მივიღე, რაღაცებზე მეც დავიწყე ფიქრი უკვე და მოვედი დღეს უკვე სადაც ვარ იქ. ესეც ასე მეგობრებო ჩვენი პირველი ლივერპულური ვლოგი მამარდას შესახებ დასრულებულია. დავესწარით ძალიან მაგარ თამაშს, ემოციები თავად ნახეთ ვიდეოდან. მოისმინეთ საინტერესო ისტორიები, მოისმინეთ მამარდას პასუხები, მადლობა მას დათმობილი დროისთვის. იმედია ისიამოვნეთ ამ ვიდეოდ და გთხოვთ რომ გამოიცეროთ ჩვენი არხი, დააჭიროთ subscribe ღილაკს, მოიწონოთ ეს ვიდეო და დაგვიტოვოთ კომენტარები მეტი мотиваციისთვის და იმისთვის რომ უფრო მეტი ვიყოთ და ეს ვიდეო გავარდეს. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი არხის წამგენ და აჭარაბეთს რომ გვეხმარება გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები და კონტენტები თქვენთვის და ვიმოგზაუროთ ბევრ სხვადასხვა ადგილას. მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე წინ საინტერესო ვიდეოები გელოდებათ.